გეგუთის ციხეში გარდაცვლილი ლევან კორტავას საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმის შესახებ მასალებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც აგროვებს, რომელმაც საქმეზე შესაბამისი დასკვნა უნდა დადოს. ეკაბესელია გეგუთის ციხეში პატიმრებს შეხვდა, რომლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ ლევან კორტავას გარდაცვალებაში ბრალი არ მიუძღვით და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ. ბესელი არ გამორიცხავს, რომ საბოლოო დასკვნის დადებამდე ციხეში კორტავას გარდაცვალების თვითმხილველ პატიმრებთან მისი შეხვედრა კიდევ გახდეს საჭირო. პატიმარი ლევან კორტავა 23 მაისს ხელზე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების საქმეზე 8 პირია დაკავებული. ორი მჟავდებული, რომელსაც შევხვდი და რომელზეც გამოძიების ვერსიით არის ინფორმაცია, რომ მონაწილეები არიან, ისინი უარყოფენ დანაშაულში მონაწილეობას, ამბობენ, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ და ასევე ამბობენ, რომ ჯერ დაკითხულები არ არიან. ეს ორი მჟავდებული. ასევე მათივე გადმოცემით ამბობენ, რომ იქ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ასევე პასუხისმგებაშია მიცემული და გადაყვანილი ქუთაისის ციხეში, ორზე თქვეს, რომ ისინი არ არიან მონაწილე ამ ქმედებს. მთლიანობაში მე ხა შემაჯამებელი დასკვნის გაკეთება არ შემიძლია, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ კიდევ ბევრი საკითხი არის გადასამოწმებელი.